ესე იგი შეგვიძლია უნდა გავაკეთოთ აი ეს ლოგო. ეხლა ნახეთ რა ხდება აი აქ. პირველი ის რომ ზოგადად გრაფიკულ პროგრამებში ჩვენ ადრეც გვითქვამს და კიდე გავიმეორებ რომ ერთი რაღაცის გაკეთება ხდება ვთქვათ ერთი მონაკვეთის გაკეთება მთლიანად ობიექტზე და მერე მრავლდება რა გადაკოპირდება. ანუ რა ვგულისხმობ რომ აი აქ მაგალითად ნახე წრიულად აი ეს პატარა მონაკვეთები თითქმის აი თითქმის კიდე ერთნაირია, ხო? აქედან გამომდინარე, თუ ერთს გააკეთებ აი ამ მონაკვეთს, რაღაც აი ამ ობიექტს აი. შემდეგ გადააკოპირებ და პლუს მასშტაბირებას მოვახდენ, ანუ ამ შემთხვევაში დააპატარავებ. მოდი ახლა ესე იგი შევხედოთ თვითონ აი ეგ მონაკვეთი რა არის. რაც უნდა თქვათ ასე ერთი ცალი შევქმნათ და მერე დავაკოპიროთ. შეიძლება უამრავი ხერხი არსებობდეს ახლა ამის გაკეთების. მაგალითად აი რას გულისხმობ რომ შეიძლება რაღაც წრე მოხაზო, მერე იქ რაღაცა ჭრები გააკეთო და მიიღო ესეთი რაღაც, ხო? მაგრამ ერთ-ერთი ხერხი რასაც ვთქვათ მე მივაგენი და გავაკეთებ არის ის რომ აი ამ ერთ ობიექტს გავაკეთებ და შემდეგ დავაკოპირებ. ეხლა ეგ როგორ მოხდება რომ ეგეთი რაღაცა გავაკეთო და რამხელა ხმაური შემოდის სოფო გამორთეს მიკროფონი. ხო, ესე იგი ნახეთ, ეს შეიძლება მე ხა ამას მივიღებ მაგალითად ორი წრის კვეთით, იმიტომ რომ თუ დავაკვირდებით აი რაღაცა წრის რაღაცა ერთი მთლიანი წრის რაღაც მონაკვეთია. შეიძლება ეს ვიღაცა მაგალითად აი თუ ხატვა გეხერხება და ხატვა გესმის კარგად ფენთულით შეიძლება გააკეთო რაღაც მსგავს ახლა მე ძალიან უხეშად გავაკეთებ. ფენთულით შეიძლება გააკეთო მსგავსი რაღაც დახატვა ასე ვთქვათ, ხო? აი ნახე მაგალითად აი ესეთ რაღაც, ესე რაღაცნაირად მე ეს დაარედაქტირო, მე ხა ძალიან უხეშად გავაკეთებ, იმიტომ რომ ხატვა მაინდა-მაინც არ მეხერხება. რაღაცა ესეთი მსგავსი გააკეთო სიტყვაზე, აი ეს. და მე აი აქ ამას აქვს ესეთი რაღაც, როგორც გითხარით, წინა გაკვეთილზე, აი Apple-ის ლოგოს რო ვაკეთებდით, იქ გამოვიყენეთ ჩვენ ეს ხერხი, რომ აი აქ მაგალითად აი ამ თეთრი ისრით აი აქ წერტილებზე ენახეთ ხები არსებობს, ხო? აი ამ ხების საშუალებით დაასწორებ, აი ესეთნაირი სწორება მოხდება. ხო, აი ის მაუსით გადავაადგილებ, მაუსის იმ მარცხენა ღილაკით. ჩვეულებრივ რასთან არა. აი ესეთნაირად ეს შეიძლება კიდე ერთხელ აღვნიშნო დახატო, თუ ხატვა კარგად გეხერხება და რაღაც გავსი რაღაც მოკლედ გააკეთო რა. მაგრამ მე პირადად კიდე ერთხელ აღვნიშნავ არ ვიცი ხატვა, ამიტომ სხვა ხერხს მივმართავ. აი რაღაცა ესეთი მიამგვანო აი ეს. ამიტომ სხვა ხერხს მივმართავ ეხლა მე. რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო ზუსტი იქნება, შეიძლება ესე ითქვას, ჩემ შემთხვევაში რახან ხატვა არ ვიცი. და როგორ და თან გარდა მაგისა, უფრო ასე ვთქვათ, აი ამ ერთ ფიგურების ერთმანეთში ჭრის ხერხით და ასე შემდეგ უფრო მეტი საშუალება გაქვს. უფრო რაღაც სიზუსტესაც იცავ, რაღაც ლოგიკურად უდგები და ასე შემდეგ. ანუ ნახოთ ეხლა ეს როგორ გავაკეთოთ. აი ნახეთ მაგალითად ჯერ ეხლა მოდი წრე უნდა ავიღოთ. მოდი ჯერ ძალიან ისე უხეშად გავაკეთებ, რომ გავიგოთ რას ვაკეთებ და მე უკვე სულ დეტალებში და ტროლმანებში გავიდე. ესე იგი მოკლედ ავიღე მე ერთი წრე. აი აქ ესე წრე ავიღე. ამ წრეში მოდი ჩავასხათ ლურჯი ფერი. Alt backspace-ით ჩავასხი. ეხლა მე მინდა რომ ავიღო მეორე ლეიერი, აი აქედან. და აი აქ ამ ლეიერზეც, ესე იგი, დავაკოპირო ეს წრე, ამისთანა ავიღო მეორე. მე ერთი ვარიანტია რომ თვითონ ეს ლეიერი დავაკოპირო
რომელზედაც მეწრე მაქვს აღებული, აი ამ ლერზე ხო მაქვს წრე აღებული. თვითონ ეს დავაკოპირო. ან ნახე ეს მონიშნული ჩამოვწიო, დაახლოებით აი ეს ვარიანტი გვინდა რომ წარმოვიდგინოთ. შეხედეთ, აი ეს ვარიანტი გვინდა სადღაც აი აქამდე. ხო? აი დაახლოებით აი ეს ვარიანტი გვინდა. აი ეს გვინდა, ხო? ამაში მოდი ჩავასხათ მეორე თეთრი ფერი, აი ეს ვარიანტი გვინდა ეხლა ჩვენ, აი რაღაც ნაწილი აქედან. აი აქ თუ მივამსგავსებთ აი ამას. გვინდა აი ეს, სადღაც აი აქ მოძრ. ეხლა ამაში თეთრი ფერი ჩავასხი მე. ამიტომ თეთრი ფერი კი არა, ასე ვთქვათ, ჩამოვაჭერი, დილეიტით ჩამოვაჭერი, ხედავთ? ამიტომ აქ მე ეხლა ნახეთ, აი ჩამოვაჭერი, ეხლა აი ეს გვინდა ჩამოვაჭრა. შეხედეთ, აი ეს ნაწილი, აი ეს. პროცესად აი ეს ნაწილი. ამას ეხლა ჩამოვაჭრი და აი მივიღეთ ზუსტად აი ეს ნაწილი. აი რაც არის, აი ეს. ეხლა უფრო ზუსტად გავაკეთოთ. რა იგულისხმება ეხლა ამ სიზუსტეში? Ctrl-Z-ით მოდი დავაბრუნოთ უკან. და თვითონ background-იც ეხლა ნახე აქ როგორი ჭრა გაკეთდა. ამიტომ თვითონ background-საც მე ესე კი აი ამ თეთრ ფერში კი არ ავიღებ, გამჭვირვალეს ავიღებ, მიხვდით? რომ ესეთი ჭრილა არაფერი გამოჩნდეს, ნახე. New. და მივიღებ background-ი მივუთითოთ transparency, ანუ გამჭვირვალე. რომ იქ ჭრებზე მე ესე არ აჭრელდეს იქ, აი აქ ნახე. არა transparency თუ რა არის. აი აქ transparency, აი ეს გამჭვირვალე და ოკეი. მოდი, ხო, მე მგონი წესით უნდა მეყოს აი ეს. აი ეს. მივიღოთ აი ეს გამჭვირვალე, აი ეს. ეხლა ნახე ზუსტად ეს როგორ გავაკეთოთ, რომ აი ეს მივიღოთ. ნახე. მე ცენტრს ავიღებ ეხლა აი აქ და ცენტრიდან დავიწყებ. ცენტრს როგორ ავიღებ? აი ჩამოვშლი სახაზავს წამოვიღებ და ცენტრი სად იქნება? მე ერთხელ გითხრათ, აი სახაზავის აი კურსორს მოყვებეს ხაზი და სადაც აღარ გახვება. ნახე აი ნახე აღარ გახვა, ხედავ? უკვე გაჩერდა. აქ არის ცენტრის ზემოდან. ეხლა აქედან წამოვიღებ სახაზავს. კარგად დაუკვირდით, აი კურსორს მოხვება სახაზავი, სადღაც გაჩერდება, უბრალოდ წვეტას გააკეთებს. შუისკენ რომ მოვა, კარგად დააკვირდით, აი ნახე აღარ გამოხვა. ესე იგი შუა ეს არის, აი ისედაც თვალში თუ დაინახავთ, მართლაც შუა ადგილია აი ეს. ავიღებ წრეს. აი ამ შუა ადგილზე დავდგები, Shift Alt-ით. Shift Alt-ის გარეშე ნახე წრე როგორ გადავიდა ცალმხარეს. Shift-ს დავაწვევი, Alt-ს დავაწვევი, აი გაშუალდა, ხედავთ? აი ეს. და ჯერ მაუსს აუშვებ ხელს. მე Shift Alt-ს. აი ფერი გვაქვს. მოდი ახლა ერთ-ერთში გავაკეთოთ. ეხლა ავიღებ აი აქ პიპეტკას, ავიღებ აქედან ფერს, აი აქ ფერის ჩაესხა, Alt Backspace-ით ჩავასხავ აი ამ ფერს აი აქ. ეხლა ავიღებ მეორე layers აი აქ, იმიტომ ეს ერთ layer-ზე ეს წრე ჩაესხა. ავიღებ მეორე layers, პრინციპში არ გვჭირდება მეორე layer, იცი რატო? ნახე რა გავაკეთოთ, თვითონ აი ეს მონიშნის ხელსაწყოთი, მხოლოდ და მხოლოდ მონიშნის ხელსაწყოთი, ეს მონიშნული. უბრალოდ გადმოვწიოთ აქეთ. და ჩვენ ეხლა გვინდა აი ეს ნაწილი, აქამდე. აი როგორც აქ არის, ნახეთ, აი ეს ნაწილი გვჭირდება აი აქედან აქამდე. ამიტომ ეხლა ხო ჩამოვწიეთ ეს, ოდნავ ავწიოთ, აი ესე ნახე, აი ესეთნაირად. ეხლა ამას delay-ი დავაჭრე, delay-ს დავაჭრე, ნახე, ესე იგი მე ვეუბნები, რომ რაც არის მონიშნულში მოქცეული, ჩამოაჭერი, აი ჩამოაჭრე. Ctrl-D, მოხსნათ მონიშნა. ეხლა რა გვინდა? აი ეს აღარ გვჭირდება აი აქ. აი, ოღონ ეს ოთხკუთხედი მონიშნეთ, ნახე. ავიღებ ოთხკუთხედს აი აქედან. კი ჩამოვაჭრა პრინციპში, მაგრამ მაინც ჯობია ოთხკუთხედი, იმიტომ რომ უფრო კარგად აი ეს ნახე, გადაატრებ, რომ აი ეს ნაწილი აღარ გვჭირდება.
რაც მონიშნავს delete. Control D, მოხსენეთ მონიშნავს. აი მივიღეთ ეს ნაწილი, რაც აი აქ არის, აი ეს. ეს ნაწილი მივიღეთ ახლა ჩვენ. არის გასაგები თუ კიდევ გავიმეორო რამე. კი ბატონო. ეხლა ამისთანა ხო, ნუ ეგ უკვე ვიწრო გააკეთეთ, ანუ ნახეთ რაში გამოიხატება ეგ ვიწროთ გაკეთება, ნახეთ. აი ეს წრე, რომელიც აი აქ მე გადმოვწიე, აი აქეთ გადმოვწიე. ამდენზე არ უნდა გადმომეწიე, ესე იგი აი ასე მივავიწრო, აი ესეთნაირად. მივხვდით? ან კლავიატურის ღილაკებით. ეს თქვენზეა და ამ წრეს აქამდე გადმოწევ, ესეთი სქელი გამოვა. აი ამ წრეს იქით მისწევ, ანუ რამდენად ვიწროს დატოვებ ამ ადგილს, მივხვდით? მე გაჩვენებთ მაგალითს და ხერხებს და საშუალებებს. ეს დანარჩენი უკვე მე სახში თქვენი თვალის ზომით გააკეთეთ, აი ესეთნაირად. ესე იგი, delete-ით მივიღებთ იმას, რომ რაც არის მოქცეული მონიშნულში ის ჩამოეჭრება. Control D-ით ან select deselect-ით მოვხსნით მონიშნას. შემდეგ აი ამ ოთხკუთხედით აი აქეთკენ ეს ნაწილი აღარ გვჭირდება ჩვენ, იმიტომ რომ აი აქეთ ამხარე ქვედა მხარე აღარ გვჭირდება, ამასაც delete-ით წავშლით, Control D-ით მოვხსნით მონიშნას და აი აქ იქნება delete სადღაც აი ამ იმაში. ან edit ან select-დან შეიძლება იყოს select თქვენ ამბობთ რას? მონიშნულის წაშლა? ხო, edit-დან შეიძლება იყოს ესეთი რაღაცები. ანუ კლავიატურის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის კლავიატურის კომბინაციები დაიმახსოვროთ. სწრაფი მუშაობისთვის ბევრად უკეთესია, ვიდრე შენ მენიუში ეძებო, ასე ვთქვათ, რაღაცეები. არა, ეგ დამოკიდებულია ბევრ რაღაცაზე. შეიძლება არც მენიუდან წაშალოს რატომ? იმიტომ რომ შენ შეიძლება სხვა ლეიერზე იდგე, იქ სხვა ლეიერზე ყოფილ მას უთითებდე, რა ქვია, წაშლას და ასე შემდეგ. ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. თავარია ლეიერები, ჩვენ ერთხელ და ორჯერ ვისაუბრეთ ამაზე და ეხლა კიდე ასე ვთქვათ, კიდევ ვნახავთ მაგას, იმიტომ რომ ლეიერები არის გასათვალისწინებელი. თუ სად რომელ ლეიერზეც გახარ და რა ობიექტზე აკეთებ, ასე ვთქვათ, მოქმედებას. ესე იგი, ერთი ობიექტი მივიღეთ აი ეს ჩვენ, აი ეს ვარიანტი. ეხლა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ შეგვიძლია აი ეს თავიდან არ ვაკეთოთ, ეს თავიდან არ ვაკეთოთ და მოვახდინოთ კოპირება. ეხლა თუ დააგვირდებით აი აქეთ სურათს, ხო? სამი ამისთან გვჭირდება კიდე ორი. და გვჭირდება დავალაგოთ თანაბრად ერთ წრეზე. ზოგადად ობიექტის მობრუნება ჩვენ ვიცით ესეთნაირად. ან Control T-ი რომ ესეთი რაღაცა გაჩნდეს აი ამაზე, აი ესეთი რაღაც. და რაც აი კურსორს აქედან მასშტაბირება ხდება, ვიცით ხო, დაპატარავება გაზრდა, მაგრამ თუ კურსორს გარეთ გავიტანთ, აი მონიშნულის გარეთ, ნახეთ, ფორმას იცვლის და აქედან ბრუნვა შეგვიძლია დავატრიალოთ. ან Control T-ს ნაცვლად მენიუში არის edit free transform-ი, იგივე Control T, ან transform-დან rotate scale, ის არის დაპატარავება გაზრდა. Rotate დატრიალება. აი, იგივე ნიშანი გაუჩნდება და მხოლოდ დატრიალებას მოვახდინთ აი აქ, აი ეს. მაგრამ ეხლა ეს უნდა დატრიალდეს არა თავისი ღერძის გარშემო, აი აქ სადღაც ცენტრის გარშემო, თავისი ცენტრის გარშემო, არამედ თვითონ აი აქ წრის გარშემო, ანუ აი ამ წერტილის გარშემო უნდა დატრიალდეს. ეხლა ეს ტრიალებს თვითონ აი ამ ოთხკუთხედი რაც არის უხეშად რო ვთქვა, აი ამის ცენტრი, აი აქ სადღაც, აი ამ წერტილის გარშემო ტრიალებს. ეხლა ჩვენ ის გვინდა რომ აი აქეთ დატრიალდეს, აი ამ ცენტრის გარშემო, აი აქ. ამიტომ ამისათვის ნახეთ, როცა ესეთი რაღაცას ვაკეთებთ, აქ უჩნდება, ასე ვთქვათ, ბრუნვის ცენტრი. ან შეგვიძლია როგორც გითხრათ, აი transform-ი და rotate.
რომელიც უნდა გადმოვიტანოთ აი აქ ცენტრში. და დავატრიალოთ, ესე იგი, ნახეთ, ჩვენ რო დავატრიალოთ აი ეს ხელით, ასე ვთქვათ, აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ზუსტი გრადუსული ზომა, როგორ რითიც უნდა დაატრიალდეს, რა გრადუსზეც უნდა დაატრიალდეს. ახლა ხელით რო დაატრიალო, თვალის ზომით მთლად ზუსტად გამორიცხულია, რომ დაატრიალო, მაქსიმალურად მიახლოებულად შეიძლება, მაგრამ ზუსტი ზომით დაატრიალება ხელით და თვალით ვერ მოახდენ. უნდა დაატრიალდეს, რადგან სამი ცალია თითეული 120 გრადუსიანი კუთხით. რატო? იმიტომ რომ წრის, ასე ვთქვათ, გარშემოწერილობა გრადუსული ზომა არის 360. ანუ და ის 360 3-ზე რო გაიყოფა, 360 3-ზე რო გაიყოფა, მივიღებთ 120. ანუ ესეთი რაღაცები, ასე ვთქვათ, იშვიათიც არ არის მაინდა-მაინც Photoshop-ში ეს მათემატიკური გათვლები, იმიტომ რომ ესეთ იმაზე, რა ვიცი, გამოგადგებათ. ანუ აი რო ავიღოთ ახლა ჩვენ აი ეს წრე. ვიცით რომ თლიანად ასეთი გრადუსული გარშემოწერილობა არის თლიანად 360. ეს ნახევარი 180-ია. თუ 3-ზე გაყოფ 360, თუ გავყოფთ 3-ზე, ახლა 3 ობიექტი უნდა იყოს, მივიღებთ 120. ახლა აი ეს 3 ობიექტი გვინდა. თუ 4 უგენდოებოდა, 4-ზე გავყავდით 360 და ასე შემდეგ. ესე იგი 120 გრადუსიანი კუთხით უნდა დაატრიალდეს. ოღონდ ახლა ჩვენ უნდა მოუძებნოთ მას, ასე ვთქვათ, ეს ცენტრი, რომ აი აქ იყოს მისი, ასე ვთქვათ, ბრუნვის ცენტრი. და აი აქ კუთხეში, ნახეთ, შეგვიძლია გავუწეროთ 120 გრადუსი და enter-ზე დაწკაპუნებით დაატრიალდება ის 120 გრადუსი. მერე კიდე 120 და 3. ახლა ვნახოთ აი ეს ყველაფერი. მერე როდესაც აი ამას, მაგრამ მოდი ჯერ თეორიულად ავხსნა, პრაქტიკულად გავაკეთებთ. მერე როცა აი ამას სამივეს ერთად გავაკეთებთ მთავარ გარშემოწერილობას, layers, თითეული layer, ანუ 3 layer-ი შეიქმნება. ამ layers გავაერთიანებთ და 1 layer-ი შეიქმნება. ანუ ერთი ცალი ობიექტი გახდება აი ეს სამივე, ეს და ეს. შემდეგ რას ვაკეთებთ? რახან ერთი ობიექტი გახდება, დავაკოპირებთ და უბრალოდ scale, ანუ დავაპატარავებთ სიდიდეში. მივიღებთ აი მეორე გარშემოწერილობას. მერე კიდე დავაპატარავებთ და მივიღებთ, ასე ვთქვათ, მეორე ობიექტს და ასე შემდეგ. აი მოდი ეს ახლა პრაქტიკაში განვახორციელოთ. ასე ვაკეთებთ, ამისთანა გვინდა ჩვენ, ესე იგი 3 ცალი. აი ხა ნახეთ, ეს არის ეს ერთი ცალი აი აქ. რა თვითონ აქ ჩანს აი ამ layer-ზე. ამიტომ მოდი ახლა ეს layer-ი დავაკოპიროთ, აი ერთი ცალია და მაგიდან. დავაკოპიროთ ახლა ეს layer-ი მარჯვენა ღილაკი layer-ზე და აქ არის duplicate layer და გაჩნდა მეორე აი ამის layer-ი ერთის კოპია. ანუ ნახეთ, ორი ცალია. რას დავაჭირეთ და აი აქ ნახეთ მარჯვენა ღილაკი, მასე და აქ არის duplicate layer, duplicate. და ორი ცალი არის ფაქტია აი აგერ, აი. ეხლა უნდა დავატრიალოთ ეს მეორე, ესე იგი edit, free transport ან control T ან transform-დან rotate არ აქვს მნიშვნელობა. გაჩნდება ესეთი რაღაც. ეხლა მოდი მე ამას ახლოს მოვწევ და გაჩვენებ ძველ ვერსიებში როგორ არის. ძველ ვერსიებში არის რომ აი აქ გაჩნდება რაღაც წერტილი შუაში და ის წერტილი უნდა გადმოიტანოთ აი აქ დასვათ. რომ ესე კი არ დატრიალდეს ადგილზე. ადგილზე კი არ დატრიალდეს. ეხლა როგორც დავატრიალებ, ისე დატრიალდეს. ანუ შუაში აქ იქნება სადღაც წერტილი, ის წერტილს მოკიდეთ ხელი და წამოიღეთ დასვით აი აქ. აი ამ ჯვარედინზე. მაგრამ ეხლა აქ როგორ არის ახალ ვერსიებში? არ არის ეგრე. და აი აქ არის ეხლა როგორ.
აი ნახეთ, ეს წერტილი, ეხლა მე ამას დავაჭირე, გამოვრთე და რაღაც ეს გააქტიურდა ეგ და ეს წერტილი აი შუაშია, ხედავ, იმიტომ არის რომ მიტოტრიალებს აი ესე. რახან ეს შუაში არის აქტიური წერტილი. ნახე, ეხლა მე ამ წერტილს გავააქტიურებ და ნახე რომელი მხარე გავააქტიურო. აი ეს ქვედა მხარე, ნახეთ, აი აქ. მიხვდით როგორ ჩამოვიდა და წერტილი? ნახე, ეხლა რა გამოვიდეს? როგორ დატრიალდეს, ადგილზე კი არ დატრიალდება, ნახეთ. აი როგორ დატრიალდა, ხედავთ? ოღონდ ეს უნდა მოხდეს 120 გრადუსით. 120. აი, ესე დატრიალდა. თლად ზუსტი ესეც არ არის. მოდი როგორ შევცვალოთ იცი ამ წერტილის ბრუნის ისა. აი მედი ეს წერტილი წამოვიღოთ. აი აქ ის გავააქტიუროთ. ნახოთ ახლა რა გამოგვივა. ესეც არ არის ისე როგორც საჭიროა. იმიტომ რომ აი ძველ ვერსიებში არის კარგად რა. ბრუნის ღერძის შერჩევა. ძველ ვერსიებში ძალიან კარგად არის. მოდი აი აქ იყოს ისევ აი ეს. აი ეს წერტილი, ნახეთ, აი ჩავრთე ახლა მე ამით გამოჩნდა და აი ესეთნაირი წერტილი იქნება თქვენთან რაღაც, ხო? ოღონდ ესეთი კი არა. უფრო აი ამ წერტილს ემგვანება. წამოიღეთ და დასვით აი აქ, აი ცენტრში. всё. აი ამის შემდეგ ნახე როგორ დატრიალდეს. ხელითაც შემიძლია ზუსტად ეს გადატანა აი ესე. აი ნახეთ, ზუსტად ესე. მაგრამ აი ნახეთ აქ 130-ია და რაღაც 120 უნდა იყოს. აი, всё, დადგა ეს. დავეთანხმებით 20. მივიღე მეორე. ეხლა კიდე მინდა ერთი ამისთანა, ხო? ეხლა ამას ისევ დავაკოპირებ. ეხლა გააჩნია რომელ საკოპირებ. ამას თუ ამას. რატომ? თუ ამას დავატრიალებ, ამას დავაკოპირებ, აი ამას, ანუ აი ამ layers 120-ით დავაბრუნებ. მაგრამ თუ ამას დავაკოპირებ, ანუ ამ layers, მაშინ ორჯერ 120-ით, ანუ 240-ით, იმიტომ რომ ამას შემოუვაროს და აი აქ დადგეს. მივხვდით ამას? ამიტომ ამას დავაკოპირებ ისევ. თანამიმდევრობით გავაკეთებ duplicate layer. ისევ Ctrl T, აქვე ან free transform-ია რაღაცა, იმ კოპიაზე რომელიც აქ დაждდა. ეხლა ისევ აი ამას ნახეთ. წამოვიღებ, დავსვამ აი აქ. და ისევ დავაბრუნებ 120 გრადუსით და დავეთანხმები აი აქ თოლის ნიშნით. всё. მივიღეთ აი ეს. ანუ აი ეს გარე მხარე რაც აქ არის მოცემული, აი ეს. ეხლა ამისთანა კიდე გვინდა, ოღონდ პატარა ის შიგნიდგაწრეები. ამიტომ ამ სამივეს რას ვიცამ გავაერთიანებ. გაერთიანება არის Ctrl E ან ესა ლეიერებიდან, რახან ლეიერებზეა საუბარი, აი ამ ლეიერებზე, ან შეებზე შევდივარ menu layers და აი აქ merge visible. ან რაც ჩანსო, visible არის, რაც ჩანს ის ლეიერები. всё, გაერთიანდა ერთ ლეიერად, გადაიქცა სამი. ეხლა კიდე გვინა ამისთანა სამივე შიგაწრეებისთვის, ხო? მარჯვენა ღილაკით duplicate layer. Okay. და ისევ გვინდა Ctrl T ან edit free transform ან transform-დან scale მასშტაბირება. და shift alt-ის დახმარებით, აი shift alt კლავიატურაზე ვაჭერ ხელს და მისი დახმარებით ვაპატარავებ. აი ეს. ჯერ mouse გავუშვებ ხელს, შემდეგ shift alt-ს და დავეთანხმები აი აქ აი ამ. მივიღე ეს მეორე და კიდე არის მესამე, ხო? ხა იგივეს გავაკეთებ, კიდე დავაკოპირებ ამას. Duplicate layer. Okay. და ისევ რა? Ctrl T გვინდა. აი Shift Ctrl T. ხო, ნუ 10 წუთში კიდე შემოვალთ. ან edit-დან free transform-ი ან Ctrl T. ოღონდ ისა, ნახე, არ Ctrl T-ს არ აჩვენებს თუ layer-ზე არ დავდექი. Ctrl T. გაჩნდება აი აქ. აი ეს. და Shift Alt-ით დავაპატარავებ. აი ესე.
აი ეს. და თოლიას ნიშნით დავეთანხმები. ეხლა ნახეთ რა ხდება, ეს ერთ ზოლზე არ არის, ნახე როგორ არის. ამიტომ მოდი აქ სახაზავს კიდე წამოვიღებ, იმიტომ რომ აი ამის ზოლს გავუსწოროთ, ნახე აი. მოვნიშნავ აი ამას მოვნიშნავ, Ctrl T და ნახე ოდნავ დავატრიალებ, აი. მოდი ახლოს მოვიტან Ctrl პლუსით. დავატრიალებ, რომ აი ნახე, ეს გავუსწორდეს აი ამას, აი ეს. თოლიას ნიშნით დავეთანხმები. აი ამ ხელა სხვაობა აქვს. ახლა ამას მოვნიშნავ, აი ამას დავაწყაპუნებ და მოვნიშნავ, ისევ Ctrl T და აი აქ ნახეთ, დავატრიალებ, მაუსს გავიტან აი მის გარეთ, დატრიალებ, ან rotate-ს ავიღებ. всё, აი ესეთნაირად გავაკეთე. თოლიას ნიშნით დავეთანხმები და მივიღებ აი ესეთ ასე ვთქვათ ფორმას. ეხლა რახან ეს ფორმა მივიღე? ეხლა მე უნდა უკვე გავაკეთო ვარსკვლავი. ჩვენ წინა გაკვეთილზე და ზოგადადაც აი ახლა ეს შეგიძლია კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ხელით დახატო ესა, ვისაც ხატრობა ეხერხება. მაგრამ აქ არის მაგისი, აი ვექტორულ საწყვეტში არის მაგის ასე ვთქვათ, აი custom shape tool-ში აი აქ ჩამონათვალში უნდა იყოს რაღაც ესეთი ან შეგვიძლია თუ ჩამონათვალში ვერ ვნახავთ ახოთ აი ესენი ხო თუ ჩამონათვალში ვერ ვნახავთ მაშინ აი ნახოთ აი აქ ჩვენ შეიძლება ესეც ავიღოთ ახლა პოლიგონალი, მაგრამ ნახეთ მე აქ მას ბევრი პარამეტრები ექნება დასაყენებელი. აქედან ვერ მივიღებთ, იმიტომ რომ ბევრი პარამეტრი ექნება დასაყენებელი და მაინც ეს არ გვინდა მოკლედ. ამიტომ ესეთ აი აქ უნდა იყოს რა. custom shape tool-ში უნდა აირჩიოს, ან აქედან მოდი ჩამოვყაროთ ყველა ხელსაწყო. edit toolbar-ში გავაგრძელოთ მოკლედ, გავაგრძელოთ ჩვენი თემა. ეხლა ნახეთ რაშია საქმე. მოდი გავაზიარებ ეკრანს. გავაზიარებ ეკრანს და ნახოთ თუ რაზე გვაქვს საუბარი. ესე იგი 2020-ში ამ ახალ ასე ვთქვათ Photoshop-ში აქ არ არის ფორმები
სტანცა არ არის ფორმები მონიშნული, თორე აი აქ შეიფები უნდა ნახოთ და მარტივად ძველ პროგრამაში მარტივად ნახავთ მაგას. 2020-ში როგორ ხდება ახლა? უნდა შეხვიდეთ Windows პანჯარაში, მონიშნოთ shape, გამორთული იქნება და მონიშნოთ shape. შემდეგ გამოჩნდება აი აქ shape-ის ეს პანჯარა, შეხვიდეთ აი აქ და აი აქ მიუთითოთ legacy shape and more. და აი აქ legacy shape და ამის შემდეგ გამოჩნდება აი აქ ფორმები ჩამოიყრება და აგერ არის ეს ვარსკვლავ ვიცი. მოკლედ ძველ ვერსიებში მარტივად ნახავთ ამ ვარსკვლავს. ავიღოთ ეს ვარსკვლავი და აი ცენტრიდან დავიწყოთ მისი, ასე ვთქვათ, დახაზვა. ოდიში ეს რა ავიღე? აი ვარსკვლავი. საინტერესოა ეს რატო იხაზება. აქედან უნდა ავირჩიო ესე იგი. აი აქ და აი აქ ავირჩიო ესეთი რაღაც. აი ნახეთ რამდენი რაღაცები და აქ უნდა ავირჩიო object. ობიექტებში თუ არ იქნება, მე აქ ავირჩევთ shapes, ფორმები, ფიგურები. და აი აქედან ავირჩევთ მაგალითად რა ფიგურაც გვინდა აი აქ. და აქ არის ვარსკვლავი. აი ეს აქ თუ არ ჩაჯდა ვარსკვლავი, და აი ცენტრში დავაც გაპონებ და ავირჩევ. აი ესეთნაირად როგორც აი აქ არის. ეხლა აქ მოდი ფერიც მიუთითოთ თეთრი იყოს. და თუ ფერის გარეშე გვინდა ჩვენ აი მაშინ აქ უნდა გადავრთოთ პაზით უნდა გადავრთოთ, პაზი უნდა იყოს, თუ shape არ გვინდა, ფორმა არ გვინდა. შიგთავსი არ გვინდა, მარტო ხაზი გვინდა, პაზზე გადავრთოთ, ესეც დაიმახსოვრეთ. და მარტო ხაზი იქნება, შიგნით არ იქნება. ეხლა ნახეთ ეს რატო გაჩნდა ესე, აბა. იმიტომ რომ ნახეთ ეს უნდა იყოს ყველა ლეიერის თავში. აი აქ თავში. ავიტან ეხლა აი ამას აი აქ. აი აქ ავიტან ზემოთ აი. ყველას თავზე გაჩნდება ფაქტობრივად აი ეს. ეხლა ნახოთ, აი იმიტომ თავზე არის ახლა ეს ლეიერი. ეხლა თუ დააკვირდებით აი ამ ვარსკვლავს, მოკლედ აქვს შიგნით ლურჯი კანტი, გარედან შავი და ასე შემდეგ. მე კიდევ ერთხელ აღნიშნავ და გეტყვით რომ რახან აი ეს ვარსკვლავი აღებულია ამ ვექტორული ობიექტებიდან. აქედან გამომდინარე მასზე მოქმედებს აი ეს ხელსაწყოები, როგორც გადასატანი ხელსაწყო, გადასაადგილებელი, ასევე მასე სარედაქტირო ხელსაწყო და პლუს აქ უნდა ვიმოქმედოთ პაზებიდან, პაზ. მარჯვენა ღილაკზე დაჭერით, აი ვარსკვლავის გამოჩნდა, ვეუბნებით make selection, გაკეთეთ ეს მონიშნა. და ოკეი. მონიშნა გაკეთდება გარე კონტურზე და ეხლა ჩვენ გვინდა ხაზები გავაკეთოთ მასზე. ხაზების გაკეთება მოხდება ესეთი edit menu-დან არის stroke, მაგრამ stroke-ი აქ არ ჩანს. ანუ stroke არის ხაზი. ანუ selection-ი რო გაკეთდა აქ არ აქვს მნიშვნელობა. რადიუს საკმარისია ესეც. და აი აქედან უნდა გქონდეს მას stroke. რომ stroke-ის შემდეგ მას მივცემდით ჩვენ დანიშნულებას, რომ შიდა კონტური იყოს მაგალითად ესეთი. მოდი ეს stroke-ი ნახე გადახაზულია, მოდი ავირჩიოთ რაღაც ფერი. აი ესე იყოს და ნახოთ ახლა edit-დან აქ არის stroke. მოდი მაშინ აქ ავირჩიოთ ესეც. სისქე ოღონდ. აი ეს ნახეთ, შიდა ხაზი, შიდა stroke. ძველ ვერსიებში არის აქედან რა, edit-დან რო გამოიძახებს strokes, მერე იგეუნება inner თუ out. აქ ცოტა სხვანაირად არის. ეს ლურჯი კანტი შიგნიდან ცოტა მოუმატოთ თუ გნებავთ. შეგვიძლია აქ ჩავწეროთ პირდაპირ 10 პიქსელი იყოს enter-ი. აი ცოტა გასქელ და ახლა ჩვენ გვინდა გარეთა.
გარეთ კონტური იყოს შავი. არა, ეს ლურჯი იყოს შიდა კონტური, ხოლო გარეთა კონტური. და როგორი კონტური გინდა, აგერ არის მითითებული. და აქედან შეგვიძლია ჩვენ ბევრი პარამეტრებით შევცვალოთ. ხაზი როგორი იყოს და ასე შემდეგ. და ნახეთ align მდებარეობა. ეხლა inside არის მიცემული აქ. inside არის შიგნით. ჩამოვშლით და ეხლა ჩვენ გვინდა outside. ეხლა outside როგორი იყოს? outside იყოს შავი. ფერზე დავაწყაპნოთ, outside იყოს შავი. ოღონდ ფილი არა ბოდიში, ფილი საერთოდ არ გჭირდება, ფილ არის შევსება, არ გჭირდება. ახლა რატო გადაიტანა? ახლა გარეთ გადაიტანა, ხო? აი ნახე. ანუ ახალი ვერსია რო არის უკვე. აი შავი, ხო? ახლა გვინდა ჩვენ აი align მდებარეობა სად? ეს არის outside, ეს არის inside. აი შუა ნახე გაანაწილა, ხედავთ? ამიტომ inside კუთხეებით წეტოვანი იყოს. აი როგორც აქ არის, აი აგერ corners კუთხეები. მიუთითებ თუ ესეთი გინდა, ესეთი იქნება. და ასე შემდეგ ჩვენ გვინდა კუთხოვანი იყოს. მაგრამ უბრალოდ ახალ ვერსიებში ანუ დასეივებას როცა ახდენ უკვე თქვათ ეს ნახეთ მოდი იყოს ლურჯი შიგნით, ხო? მაშინ ესე იგი დავასეივოთ ეს და ახლიდან მოვნიშნოთ Ctrl D, გავაუქმეთ მონიშნა. მოდი ახლიდან მოვნიშნოთ მარჯვენა ღილაკიდან make selection-ი. Okay. და ეხლა ამის გარედან გვინდა, ხო? აი მაგალითად ჩამოვშალოთ აი ეს, უბრალოდ აი ეს. აქ ნახოთ ეს inside-ია, მოდი more option-ებში ვნახოთ inside თუ არის, ჩვენ ავირჩიოთ ეხლა უკვე outside-ი. და outside-ზე გვინდა უკვე შავი ხაზი. და მოდი იყოს აქედან შავი. და თვითონ აი შევსილია შიგნით და მოდი იყოს თეთრი ფერი შიგნით. ფილი ავირჩიოთ თეთრი. როგორც იქ არის მოცემული. აი აქ, როგორც აქ არის მოცემული თეთრი ფერის იყოს. მოდი გავაკეთოთ წარწერაც. ავირჩიოთ ტეხელსაწყო. ეხლა ნახეთ ეხლა რა გკითხეთ თქვენ. აი მოდი მე ეხლა ლორემ იფსონ ხო აი აქ იყო შავი წარწერა. ეხლა მე ქართულზე თუ გადავიყვან ამას, შეხედეთ. ქართულზე. მე დამიწერს კუბიკებს, ასე ვთქვათ. აი, დამიწერა კუბიკები, ხო? ამიტომ, როცა გადამყავს ლათინურზე, ამას მე თავისი გასწორებაც უნდა კიდე რა თქმა უნდა, მაგრამ უბრალოდ ეხლა ამ გაკვეთილში მაგისტრის დრო არ წავიღოთ. აი, გადავიყვან ლათინურზე და უბრალოდ ჩავწერ good sports. დამიწერა ჩვეულებრივ.
ეხლა უკვე იმის შემდეგ რაც თქვენ წარწერას გააკეთებთ, იმის შემდეგ უკვე აკეთებთ თვითონ ამ წარწერის, ასე ვთქვათ, სტილის შერჩევას. მოდი აქედან თუ რამე დაგჭირდება შევხედოთ, თუ არა და უკვე ასე ვთქვათ, შევარჩიოთ წარწერის სტილი. აქედან არაფერი არ გჭირდება, უბრალოდ მოვნიშნოთ აი ეს და აქედან ნავირჩიოთ სტილი როგორიც გვინდა. ან სანამ სტილი ჩამოიშლება, შეგვიძლია აქედან უბრალოდ ჩამოიშალა სტილი და აქედან შევარჩევთ, აი მაგალითად ეს მუქი რახან არის, ცოტა გაფოლდებული რახან არის, ბოლდია ეგ და პლუს აქედანაც შევარჩიოთ ეს მაგალითად 18 დიდი ეს ავარაუდოთ და იყოს 16. აქედან შეიძლება strong-იც შეარჩიო. ოდნავ განსხვავებული თუ იქნება და დაეთანხმები აი თოლიას ნიშნით. მოგიდებ ხელს აი ამ პირველისას და ჩვეულებრივ გადაადგილებ აი აქ. ეღებთ აი ესეთ წარწერას. მოკლედ ესე იგი, რა განვიხილეთ ჩვენ? ის რომ ერთი ობიექტი მივიღეთ წრისგან და შემდეგ იმის კოპირება მოხდა სულ. და უბრალოდ ბრუნვა მოხდა ეგ იყო ერთი 120 გრადუსიანი კუთხით. დანარჩენად ერთი შევქმენით აი ეს და პლუს მისი კოპირებით მოხდა ყველაფერი. კარგი, თუ გვაქვს რამე შეკითხვა ამ გაკვეთილთან დაკავშირებით, რომ სახში სცადეთ აუცილებლად ეს. რომ მე ბევრი მასალა გროვდება და